არჩილ კბილაშვილი, რომელიც არის ყოფილი გენერალური პროკურორი, მისი დაცვის ქვეშ ყოფის მიმართ მაქვს კითხვის ნიშნები. ბატონო არჩილ გისმა მთელი ქვეყნის მასშტაბით კითხვას. როგორ ხდება, რომ ჩემ დაცვის ქვეშ ყოფმა ჯოქურმა მოიგო იტალიაში, ლატარიაში 2 მილიონი ევრო. ჩამოდის საქართველოში და უცბად, ძალიან საეჭვო ვითარებაში, მუქარით, შანტაჟით, ქურდული სამყაროს წევრების ხსენებით უძარცვავენ ასევე იტალიაში, საქართველოს დედის გარდაცვალებით ჩამოსულ იტალიაში უძარცვავენ სახლს და ადებინებენ არარსებულ ვალის აღიარების ხელშეკრულებას და თქვენი თაოსნობით იწყებ უცბად საეჭვო ვითარებაში ერთვებით საქმეში და 2 მილიონ ევროს, ფაქტიურად 2 მილიონი ევროდან 650.000 ევროს აკისრებ ჩემ დაცვის ქვეშ ყოფს. საქმეში გადაგზავნილი გვაქვს გენერალურ პროკურატურაში, რომელიც ვაკის საბურთალოს მე-6 განყოფილებას გადმოეწერა. პროკურორი არის ვახტანგ ხარებაშვილი, რომელსაც გამოძიებას დააწერა ზაურ ლომინეიშვილს საქმე. ამ საქმეზე გამოძიებას დღემდე 5 თვეა გასული, არაფერი ქმედებები გამოძიების ეფექტურად ჩატარებისთვის არაფერი არ გაუკეთებია საერთოდ. იმიტომ ხო არა შემთხვევით რომ თქვენ ხართ გენერალური პროკურორი და შესაძლოა სამსახურებრივად ფარველობდით. და როგორ ხდება ესე იგი? არჩილ კბილაშვილი ზეგავლენით და კავშირებით შეიძლება მომიგოს?